Zimzima მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას ზიკოსთან, მე მისი უცვლელი წამყვანი კეთი მერკულაძე გახლავართ და დღევანდელ გადაცემაში გვექნება რაღაცნაირი რემატჩი, ურემატჩო რემატჩი შეიძლება დაირქვას ამ ყველაფერს, უბრალოდ მეგობრული ხასიათის მატარებელი, შოუს მატარებელი მიწოდეთ. მივყოფებით ლუდის სადგურში, ვახტანგ ბოჭორიშვილის 24 ნომერში. მადლობა პირველ რიგში. დღეს თრობა უნდა შემოგთავაზოთ რატომღაც და ძალიან მოხარული ვარ რომ ამ ყველაფერზე დამთავრდით. დღეს არის ბანის დაბადების დღე და დაშით მივულოცოთ. ბანის თავიდანვე სანამ რაღაცა ჩელენჯებს მოურჩევით და ასე შემდეგ ლუდის სადგურისგან შენ გადმოგეცემა რაღაც რაოდენობის ლუდი, ეს რაოდენობა რა თქმა უნდა 2 ციფრა არის და არა 1 ციფრა. და შესაბამისად შეგიძლია დღეს შენს მეგობრებთან ერთად მოვიქინო. ასევე რაღაცა ჩუქრებსაც გაგატან, რაც შემიძლია, რაც არ შემიძლია და ჰაერში ყოველ გავისკვენჩებიო ნათქვამია. ნიკი, რა ხდება შენსკენ ახალი კარგი და რას ველოდოთ მსმენელები, რომლებიც შენ გისმენენ ძირძველი მეებიდან, საძირკვლებიდან. არ ვიცი, რაღაცები იქნება. რაღაცები იქნება. შვენიერია ბანი, შენ რა გეგმებში ხარ? ოდნავ მარტივად, ლაკონურად შეგიძლია. რაღაცები იქნება, მაგაზე მარტივად, რა ვთქვა, მე ებეთლისთვის ვემზადები, ოღონდ თარიღი და რაღაცების თქმა არ შემიძლია. არც ოპონენტის თქმა არ შეიძლება სავარაუდოდ. არც ოპონენტების. გასაგებია. წარმატებები იძლევა? ხახი აიწავა? ხახი აიწავა? არა. ხახი არ აიწავა. ძალიან ცუდი. ქართული TikTok-ი ცოტა ხანი შეისვენებს. დღევანდელი თამაში ჩელენჯებით არის დაყოფილი და პირველ ჩელენჯში ჩვენ მოვისმენთ ქართველი ძველი ჰიპ-ჰოპ არტისტების ასევე ძველ ტრეკებს. მამა ჩემი. აზრი არა აქვს ამ ყველაფერი ის. ხო, სტერეოტიპია. ოკეი. სტერეოტიპი რა არის, იცი? ტელევიზორზე ვეძებს ზემოთ. ხო. აი მეორე ჩელენჯში შენ გაქვს უკვე პლუსი, იმიტომ რომ დარევერსებული ქართული პოპულარული ჰიპ-ჰოპ ტრეკები უნდა მოვისმინოთ რა. ან პლუს რატო აქიცე? ალესილი ყურია გამოსილებიდან გამომდინარე. აი ხოჩახა. ძმებო, ჩვენ დღევანდელ აი გადაცემაში სადაც ვიღებთ და სადაც ვართ, იცოდეთ რომ ეს არის ლუდის სადგური, სადაც შეგიძლიათ რომ 16 სახეობის ლუდი დააგემოვნოთ, ძალიან კარგი პრემიალური სახის ლუდები. ნიკი, შენ გადმოგცემ 30%-იან ფასდაკლებას ლუდის სადგურის, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოიყენო. შენ გიგითხარი. მე ლაივიც მინდა აქ. შენ ლაივიც გინდა აქ? კაი. ეხლავე? მოდი, წავიდეთ პირველივე ჩელენჯზე და მოვისმინოთ პირველი ძველი ქართული ჰიპ-ჰოპ ტრეკი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხართ. ნიკამ ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალე. ეს მადლობების კორიანტელი არ მორჩება. ნიკი ასევე ძალიან დიდი მადლობა. შენ ბათუმ ასევე ნიკა. ხო, შენ ბათუმ მოიარეს რომ მოწვი და ჩემთან ხარ. პირველი ტრეკი სრული ყურადღება, წავედით. არა, ჯოკერი და ძებნილები. ერთი თინოლი იგებს ბანი. ეს იყო ბებერი. ნიკი, შეგიძლია გახსნა ეს ჩელენჯი და შემოგვიერთდა პირველივე ჩეკით. გილოცავთ მომდაბადების დღეს. საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში. მადლობა. მეც დავლევ ამას. შენ ცალია? თუ არის არაყი. არაყი? შენ რა გონია? რა სვამ? შენ სვამ ქართული წარმოების ჯინს, რომლის სახელიც არის ჯინიანი და რომელიც შეიძინოთ ვახტანგ ბოჭორიშვილის 24 ნომერში ლუდის სადგურში. ერაცვან. არ არის ჯინიანი. ხო. მოდი, ცოტა რომ შევხურდეთ და გრადუსში შევიდეთ, მეორე ტრეკზე წავიდეთ, ეგრევე. Let's go. 3, 2, 1.
გროტასკი. აუ ესე ერთი ტიპი იყავს რა, ესე. ეს იყო შავი პრინცის ძებნილი. იქი სვამს, იმიტომ რომ შავ პრინცს გროტასკი დაუძახა. ამიტომია. კაი, იქ შეგიძლია დალიო. გაუმარჯოს. გროტასკს თუ როგორი ჯინია? ჯინია. ჯინია. შენიერი. ცხელა. გაუმაზე აქვს ვერს. გამაზე აქვს ვერს. აუ აი. დაგეдай. კაი, წავედი მესამე ტრეკზე. სადა წეპო. მესამე ტრეკზე წავედით. ჯერჯერობით არის ანგარიში არის 2-0. ნიკი შეიძლება რომ ცოტა დიდი ხნით მოусვინო, იმიტომ რომ ეს არტისტი ან არტისტები ან ტრეკი უეჭველი იცი, იმიტომ რომ ამ ტრეკს აქვს სულ რაღაც 12000 ნახვა. დავით. თქვენი ტრეკი იქნება. ოპა. დავიჩვენე. აბუა. ვინ? აბუ. მიულოცოთ ნიკის 2-1 გახდა ანგარიში. აქ არის ყველა არის კაბუს გარდა. ეს არის ჯერონიმო ღამურა, სულო, მასტი, ფრედო, ვაიტნიგა, ჯოკერი, ბებერი. ჩემი გადაცემა რო იყოს, დაჟე 2 თორს გავხდიდი, ანუ ორქულიანს მივცემდი ნიკის, მაგრამ რა გავაკეთე? გილოცავ. მეოთხე ტრეკზე შეგვიძლია რომ წავიდეთ. მე დინარში ჩავარდი. დინარში ჩავარდი, მოგვიყევი ეს ისტორია. აია. კაი, წავედით მეოთხე ტრეკზე, სრული ყურადღება, 3, 2, 1, ი. უსმე, რა გიქნება? კაც თუ კაც. ჯერონიმო. არა, სპეციალური ჩვევა არ არის ჯერ. კაი, მოიგო სვამთ ორივე. ესე გადაწყდა ამ გადაცემის პუნქტუალური ფარგლებში. ლექსად მინდა რომ ვთქვა. ლექსად თქვი, ლექსად წამოდეგ. გაუმარჯოს ჯეროს. ოპა. არა, ზმა, შენთვის რო ჩამორთო ხო უეჭველი გამოიცნო. ანგარიში არის 2-1. შეგიძლია დაწინაურდე და 3-1 გახადო, შეგიძლია გაათანაბრო. თუ გაათანაბრებ, პლუს 1 ტრეკს დავამატებ აუცილებლად. Do you get deja vu? აუ მაგარი ბუხოი ვარ ძმა. რა დროსია ჩემ? ბოლო ტრეკი, პირველი ჩელენჯის ბოლო ტრეკი, 3, 2, 1. აა 50 cents ტრეკი მომივიდა პირველად. მაქვს შენთან საქმე ახლა კარგად მომისმინე და მე თუ და შეგვესწავლე ვიდეო ცოტა მოდი კონცერტი შავი პრინცია მე ვთქვი პირველად ორივე თქვა შესაბამისად გადაცემის წესების მიხედვით ორივე სვამს მადლობა კეიმ ეს ამ გადაცემის წესები გაწერა და ძალიან დიდი მადლობა კეის რო ამ გადაცემის terms and policies გაწერა ფიქე იქ ისმის ძალიან შორიდან მაგრამ მე დავწერი და ბოდიში ზიკოსთან ზიკოს გამომწერებთან დალიეთ რა ეს იყო მთავარი სათქმელი
პირველი ჩელენჯი მოიგო ბანიმ. მიულოცოთ. გადავდივართ მეორე ჩელენჯზე. მეორე ჩელენჯში მე თქვენ გავაზობთ ქართულ პოპულარულ ტრეკებს, რომელიც შეიძლება იყოს ახალიც, ძველიც და ასე შემდეგ. ჩელენჯი ყურა, არის ყურები. კი. დარევერსებულად? დარევერსებულად. ზოგადად. ასევე მომსგავს. პირველი ტრეკი არის დარევერსებული პირველი ტრეკი. არის სად ვართ? მართ 1-0 ანგარიში. ბატონო. წავედით. რას გრინია? რას გრინის? არა აქვს მნიშვნელობა. 56 პრობლემა. 1-0. Mama გამიწახა და გეშინოდე შემწვანესთან ბრძოლის მერე და ფინიშის ხაზია დასაწყისი ახალი ბრძოლის მორგება როდის გინდა ამ გადაცემას ვინც უყურებთ ძალიან გთხოვთ დაწერეთ რა ხდება მომდევნო ეპიზოდში გამარჯვებულებს MVP-ებს დავაჯახებთ ერთმანეთს დიდი ალბათობით ამ გადაცემას თავიდან ბოლომდე ბანი მოიგებს მაგრამ ნუ ნახოთ მაინც ყოველ შემთხვევაში კილოსავ კიდე იგებ. ანუ ჩაწყობით არა. ჩაწყობით. წინასწარ თქვა და значит წამოწდა და მე ზიკოს მაგაცი ვარ და ზიკო მამა ჩემთან დაბრება ატოვდა და პერედაჩები აკეთებული ციხე. აუ. კიდე ჩელენჯი გავუკეთოთ გამომწერებს. მამა შეისახება თქვა მინდოთ კიდე. ორიგინალ ქურდა. თუ შეიძლება გადავიდეთ მეორე ტრეკზე. მეორე და რევერსებულ ტრეკზე. ჩავხო თუ რა გადასმე. არა. ზად უნდა იყო. ზად ხარ? ნიკა, ზად ხარ. წავედით. Can you get a gun that blood? რა ხდება? გაჩერე, კაია ლუნა ეს ტიპი არის ლუნა და გრინჩი და მე ეგარი არაც მაშინ ის არის sugar on my tongue შიობელი ხო იოდა ძმა ხო გიქო კაიაკატა ხო და ლუნა იყო ეს კაიაკატა თავიდან დაგასწრო დამა გადავამოწმოთ მაგაშია ბაზარი გადავამოწმოთ ვიდეო რეფერი და გრინჩი და ვიდეო რეფერმა ჩათვალა რომ კაიაკატა ნიკიმ გამოიცნო და შეგიძლია დალია კატას გაუმე გაუმორდა ხალხადან კარტას კაიაკატა არის ყველაზე დიდი პროექტი ქართულ ჰიპ-ჰოპში კენაცო თუ მეთანხმებით დაწერეთ დაწერეთ და ლუნაც ყველაზე დიდი პროექტია ქართულ ჰიპ-ჰოპში თუ მეთანხმებით დაწერეთ კარგია არ მაქვს იმორი ძმა ამინ უნდა მეთქვა დავადება მაგ იუმორი ეს არის ADHD всё კაი შემდეგი პენდუხტი რა ჩვენ მესიჯო პენდუხტს ვეძებ შემდეგი ტრეკისთვის მზად ვართ კი ამ ჩელენჯის მესამე ტრეკი წავედით რა გაგვიტრა და მე ვთქვი პირველი არა ძმა ხელი აიწია შეგიძლია მიირთვა ნიკი მშვენიერი ჯინიანი რომელიც არის ქართული ნაწარმი და შეგიძლია შეიცინოთ ჯიმა გაგიმარჯვა შულის 24 ნოემბერში ლუდის ადრეში თუ კარგად შენ გამარჯოს ახას გას 1-2 მივაყაროთ მილი წავედ მიაყარე მარილო მესამე ტრეკი მეოთხე ტრეკი ვინ გავდის KMC-ია ზვა K1 მე მოიცა ახლაც რაღაცა ხელთან მოშხატავ რადგან სადმაგ ძმა კაცა ხლა ამწავს ხდება მაგის დრო ეგა короче დალია აბეიც უნდა მე K1 ვაწეული გავდივარ ყველა უბაში ბიჭო რა უნდა მოხდე შენ თავაწეული გადიხარ უბაში რომ საერთში ნაკლები მოხდე არა გაცხადე სხვა ტექსტია მეის დავმარტო აუმარტო მე K1
შვენიერები ხართ? თავისუმაღლა ახლაც რაღაც ახალ თამაშს ხატავ რადგან სადმაგ ძმაკაც აკრაც ახლა ამწამდება მაგის დრო ჩემი მუღამე დავაი. ვარტები ნუღა ბოლო ტრეკზე გადავდივართ. ანუ ეს ახლა რომელიც მომიგოს მე მაინც მოვიგე. მოგებული ხარ. მაგრამ ნუ მოდი თამაშის ხიბლი არ დავუკარგოთ. აი, მოზარია. მაინც ჩავთოთ გაზარია. და დარწმუნებულიო რომ ამ ტრეკს ვერც ერთი ვერ გამოვიცნობ. გამოვიცნობ. მეზეზღება სიტყვა ვერ. ვერ. აი ვერს რომ მეუნები იმენა კი ძმა გამოვიცნობ ჩარტია ვა. კაი, დავაი კაი ჩელენჯია, პატარა კაკო ვარ. წავედით. ბაბილონი. შეგიძლიათ ალიო? შენ ვერ გამართლა შენი სიტყვები? რა. აი ანუ ეს წავაგე რა. მაგრამ ჩარტე. ეს არ არის რივერსი ზვა. აი ეს ჩაგირთე, იმიტომ რომ ჩარტე. არა, რივერსი ჩარტე ერთი წამი. აი რივერსი ჩაგირთე ძმა. ხო, ეს არის KMC Allboy Letro XL 56 თემა თავისუფალი. შეგიძლიათ ორივე მიირთვათ? ხო, მაგრამ ვერ მაინც მეზეზღება. ხო, აზარი არა. ჩემო კარგო ადამიანებო. ნიკი, კეი. მოიცა ძმა ერთი წამით. რო არ დავლიო? არა, შენ ნება. თუ კიდე არ დალიო. მოდი არ დავლიო. არ დალიო. საკმარისად просто ტრეკები რო ჩავრთოთ და უსმინოთ. ვაფშე, ვიხადაოთ? ხო. კაი, ბაზარი არა. მაშინ, ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობა პირველ რიგში, ნიკი, მადლობა ძალიან დიდი. მადლობა შენ. აჭკო. მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ ჩემს გვერდით ხართ. მადლობა იმისთვის, რომ დღეს აი ესეთი კარგი ჰეითერები არ ყავს. კარგი გადაცემა გამოვაცხეთ. და ეგენი არ არსებობენ, რაღაც პროექტია ეგ რა, პროსტა NPC-ები არიან. ყველას მოხდა. ისე რა იდეც ბაღველას. არ არიან წვა ეგ. всё? მე გასწარ შევაგინე. ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ბეთლე გქონდა ძმა. ოჰო, თუ გინდა ვიბეთლავთ კიდე. აგეთი. ჟიურის გარეშე. ჯურის გარეშე? ჟურის გარეშე. ბიჭო, ეგ ჟური არ არის ძმაო. ეგ ჟური არ არის. ეს ჟური. ბანი მადლობა კიდევ ერთხელ. სიხო. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვიმყოფებოდით მუდის სადგურში. ვახტანგ ბოჭორიჩვილის 24 ნომერში. ჩვენთან სტუმრად იყო ნიკი და ბანი. მომავალ შეხვედრამდე. ცოტა ნიკი ცოტა პელე ცოტა კეი ამდენი კაცი რომელსაც აღიარე რომ ხალხე ბანალური MC შენ ბიჭო დავი მომარდადი ორი სიტყვა უხარი და ორი ვეში გავარდი და პარაზე იმასნეთო ბიტოს ბიჭო აინები გოიმი დავარდა შეცვალა რაუნდი ჩეკევსო ბიჭო წადი გაურე ბერი ბაგებ შენ აკვინდო